სალამით კვილებო. მოდით აი ეს დავლიოთ. ნახოთ როგორია. აი ამ ჭიქით. აღონ წინაზე ბევრი მომივიდა. ბევრი ჩავასხი და ეხლა შევეცდები რომ ბევრი არ დავასხა წყალი. Oraya წერია. ყოჩაღდეს კაფეს? ნახე, აქ დავინახე. აწერია, რომ 64 კალორია. ჯაკობს არა წერია. ვაუ, ნესკაფე. პლუსი ჩემგან ამის გამო. ყველაზე მომშვიდობისა ჩემო ძვირფასებო. დილამშვიდობისა ყველას. ეხლა არის დილის 11-ის ნახევარი არა უკვე 39 წუთი, ანუ 20 აკლია უკვე. და მე რა თქვენ სად დავლიოთ კოფე? აქა. აქ დაჯდები, ვერ დაჯდები, იმიტომ რომ დაიხრუკები. აქ შეიძლება, აი აქ. აი აქ. დღეს იმას ვაკეთებ. აი ის რომ ვიყიდე მეზობლისგან, მაგრამ იმდენი შევჭამეთ. ცოტაღა გამოგვივიდა ისა გასაკეთებელი. აქ შეიძლება დაჯდომა. რაცა ჩხუბობს. მოკლა ჩემო ძვირფასებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც თანხას მირიცხავთ, გუშინ გავაკეთე საქართველოზე ცალკე ანაბარი და იქ გადავიტანე. საქართველოზე მქონდა 99-96 ლარი. აჩა. ხანზე შვიდი, აი გენეტიკური ტესტი და ყველა გადმოვიტანე. და კიდე ჩამირიცხეს ახლა და გადმოვიტან. ნახე. საქართველოზე მაგის მერე ჩამირიცხა ნინიმ 15 ლარი და ქეთინომ 10 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო გოგოებო. ეხლა გადავიტანოთ, მოდი ბარემ. 25 ლარი. ესა. სადარი. 25 ლარი. და ეხლა ნახტება. აი 112 ლარი მაქვს საქართველოზე.
და TBC-ზე TBC-ზე არ გამიკეთებია ცალკე ანგარიში, იმიტომ TBC-ს ფაქტობრივად არც ვიყენებ, მაგრამ მანდაც გავაკეთებ. ესე იგი, მან თხოვს სულ პირველად ჩამირიცხა. მოიცა TBC. და გუშინ TBC-ზე ჩამირიცხა კიდე ხათუნამ. ხათუნას ისეთი სახელი და გვარი აქვს, ისეთი ადამიანი, რომელსაც მე ბავშვობიდან ვიცნობდი და ნეტა ის ხათუნა ხარ თუ სხვა ხარ. ბავშვობაში შეიძლება რომ მცნობებოდი? მითხარი აბა. და ასევე ნინომ ჩამირიცხა 10 ლარი. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. ესე იგი მელანომ ჩამირიცხა 30 სულ პირველად. გენეტიკურ ტესტზე მერე ნანამ ჩამირიცხა 10, TBC-ს ვიძახი ახლა. და მერე ხათუნამ ჩამირიცხა 5 და ნინომ ჩამირიცხა 10. ანუ ჯამში 100 ლარი, 130, 140, 145 ლარი მაქვს TBC-ზე. ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო და ჩემო საყვარლებო, ძალიან საოცარი ხართ და აი ნახე რამდენი ადამიანი უყურებს ხოლმე ერთ ვიდეოს, ანუ რამდენი გამომწერი მყავს მაგაზე არ ვიძახი. ახლა რომ ვიდეოს დავდებ დღის ბოლომდე სადღაც 3200, 3500 გაჩნია ვიდეოს ნახვა აქვს ხოლმე. წარმოიდგინე, ყველამ არა, ნუ თუნდაც 70%-მა რომ ლარი ჩამირიცხოს, აი შეიძლება იფიქრო რომ ლარი რა არისო და მოგერიდოს, მაგრამ ყველამ რომ ლარი ჩამირიცხოს, ალბათ ორ დღეში მომიგროვდება გენეტიკური ტესტის ფული, რომელიც ჩემთვის არის, რა ვიცი, რამდენი მაგდეს რო ზღვისთვის რო ვაგროვებ ხოლმე, რა ვიცი, ერთი წელი ვაგროვებ ხოლმე და მარტო მე კი არა, მე და იკა ერთად ვაგროვებთ ხოლმე. ხო, ანუ ძალიან გამახარებთ მოკლედ, ვისაც გაქვთ რა თქმა უნდა სურვილი და ვისაც თქვენ პირადად ისე არ მოგაკლდებათ, რომ რამე დაგიტყოთ ამითი. მიყვარხართ. და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიმეტეთ და ვისაც გულით გინდოდათ, აი, რა ვიცი, ეს რაღაცები შეუფასებელია. აი, ყველას გთხოვთ, რომ აი მართლა თუნდაც 1 ლარი იყოს, აი, ყველამ რო გააკეთოს, წარმოიდგინე, მართლა ერთ დღეში ამიგროვდება. როგორც კი ამიგროვდება, იმ წუთში აი გაჩვენებთ, გეტყვით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არაფერი ისეთი არ მჭირდება, რომ არ ვთქვა. ანუ თუ ენდობათ ადამიანებს მე ჩამირიცხონ და სიხარულისთვის ჩამირიცხონ, მაგრამ აი რო ვთქვი, რომ ამისთვის ვაგროვებ, აუცილებლად ყოველ დღე საქმის კურსში მეყოლებით თქვენ და გაჩვენებთ, რამდენი ჩაირიცხა. რომ იცოდეთ რა თქმა უნდა და იმასაც გაჩვენებთ, რამდენს გადავიხდი და ყველაფერს მოკლედ. სამიცალი მოტოციკლი შემოვიდა. რაც შეეხება ამ ბიოპსიაზე, მაგას ჩავეწერები, რავი რო გამოვა შვებულევიდან კალოიანი მე. თქვენც ეგრე მირჩიეთ, რა ვიცი, მეც ეგრე ვფიქრობ, ხა ეგ არაფერი საჩქარო. მაინამ ის დღეს გავიკეთო, ხვალ არ არის. ჯამდერია სხვა შეიძლება ესეც იცით რატოს ვა? ეხლა საერთოდ აი საერთოდ უბრალოდ გუშინ საღამოს იმრენა ძალიან მინდოდა აქ დალიეს და ანუ ისე მინდოდა ისე და უკვე მქონდა ნაჭამი 1416 თუ 19 კალორია რა. ხო და ანუ ნუ მეც აღარ შევჭამდი ხა სხვაზე რო ვიყავი 1500-მდე ავდიოდი და აქ მაქსიმუმი მაქვს ხოლმე რაზეც ავდიო 1400 1200 იშვიათად ჭამ 1300 1400 ესე რა ნუ ზოგჯერ 1200 იცი მაგალითად 1200 რა ძლივ შევჭამა იმიტომ რომ ანუ აი აქ მოჭერილი მქონდა და გულის რევის გრძნობაც მქონდა ხო მეორე დღესაც ხოთი შორის მაგრამ ჩვეულებრივ დღეებში 1300-1400 მშვენივრად. არასოდეს არ მახსოვს, რომ მე 57-ის ქვემო წონა დამეკლო 1300-1400 კალორიით პირიქით 70 კილო და რო დავიწყე 1200-ით დავიწყე. იცით თქვენ რომ 1200-ით ვიკრებდი და სხვა შორის ძალიან ცუდია ეგ მინიმალურით დაწყება. ძალიან უჭკუობაა. და მალე სურვილი კი არ არის ნივთიერებათა ცვლას ანელებს და ანუ ძალიან ცუდად მოქმედებს მერე. ანუ რა საჭიროა? უბრალოდ პატარა დეფიციტი უნდა შეგექმნას.
და ეგა არსად არ გვეჩქარება ვიკრებთ გემრიელად ხოდა აი ეს ადამიანები ვინც და თქვენ მასქენით გამოიჩენთ ინიციატივა ჩამირიცხეთ და რაღაცა რა ვიცი აი უძვირფასი ადამიანები ხართ იმიტომ რომ რავი რა შეიძლება გახეოვებდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტად არაფერი ანუ აი როცა ეხები ამ საკითხს მე ხვდები რომ არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი ჯერ ეს დღეს და მე არის აბსოლუტურად ყველაფერი მადლობა არასდროს დავიღლები ეს არის ადამიანური სიკეთის აქტი ჩემთვის ისეთი რომ აი ყველა ბოროტებას რო ხურავს და რომ მზად ვარ რომ მთელი ცხოვრება ვემსახურო ადამიანებს თუნდაც იმ ადამიანებს რომელსაც თქვენც არ იცნობთ მეც არ ვიცნობ დღეს ანუ რის თქმა მინდა შეიძლება შენ ჩემგან არაფერი მიიღო და არც არაფერს ელოდე ისე გააკეთო და შეიძლება სრულიად სხვა ადამიანმა მიიღოს ჩემგან ან შეიძლება შენც მიიღო თუ კი გიყვარვარ თუნდაც ის რომ კარგად ვიყო ხო და თუნდაც ის რომ ყოველდღე ერთად შევხვდეთ და ერთად ვიცხოვროთ ჩემი ცხოვრება და ძალიან ბედნიერი ვარ თუ კი ისეთი ძვირფასი ვარ რომ მზად ხარ რომ აი თუნდაც რამდენი შეგიძლია ჩამირიცხო და ანუ პირველივე დღეებში ვიც ჩამირიცხეთ აი რა ვიცი ვაპირებ რომ ყოველდღე ვთქვა ეს სანამ არ მომიგროვდება ეს ფული მაგრამ ანუ აი პირველივე დღეებში ვინც ჩამირიცხეთ რაღაცნაირად აი რა ვიცი ეს არის ჩემთვის ისეთი სიკეთის აქტი რომ მზად ვარ მთელი ცხოვრება ვემსახურო ადამიანებს ძალიან ბევრი გამიკეთებია სრულიად უფასოდ და უანგაროდ და კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებ უფასოდ და უანგაროდ რა თქმა უნდა ფასიანი მომსახურებაც მექნება იმ მაგალითად მარათონი მაგრამ უფასოდაც ძალიან ბევრს გავაკეთებ ისევ როგორც ვაკეთებდი იმიტომ რომ სიკეთე ბრუნავს იმიტომ რომ სიკეთე უნდა იცოცხლოს და იმიტომ ეს საოცრება მარიამ გამარჯობა კალოიანი რომელ კლინიკაშია ანუ მე მისამართი მახსოვს ჩვენ ვიყავით ერთხელ რა და ქავთარადის 40 აი ადრე ის რო იყო ფსიქიატრიული იქ არის ახლოს რა ცოტა ქვემოთ და დაუწერეთ რა მარიამს ესე იგი რომელ ვიდეოზე აქ ნაკითხი ცოტა კალოიანი შვებულებაშია ამ ვიდეოზე აქ ეს ნაკითხია დაუწერეთ რა ვინც იცით ისა რა ქვია კლინიკას ნანა მიყვარხანინი ყველაფერი კარგად იქნება ძირფასას იკეთე და სიხარული არ მოგაკლოს უფალმა მემჯერა რომ უკვე ყველაფერი კარგადაა მადლობა ჩემო ძირფასო ამინ 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 ნეტა ეგრე იყოს ღმერთო რა ბედნიერება ლელა ჩემო ყოჩაღო ხელად მოვიფიქრებ ეხლა გააკეთებ ღამე გემრიელობებს შენ ლამაზი ხელებით საუკეთესო ხარნი ყველაფრით და ულამაზესი ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ლელო ნინი ლანა მე ვარ იქ ეგრე მიწერია საყვარელო ჯანმრთელობას გისურვებ სულ კარგად მინდა იყოს საყვარელო ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძირფასო ძალიან დიდი მადლობა ლელანი რომ ვიცი სამი შვილი ყავს თან დიდები ისე გამოიყურები ისეთი ლამაზი ხარ გასათხოვარს კი არა თინეიჯერ პატარა გოგოს გავხარ ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გამყოფოს ჩემო ულამაზესო მადლობა ძირფასო ლელო მიყვარხარ აი ამაზე რა გამახსენდა იცი ერთმა გოგომ დამიწერა იქა TikTok-ზე კომენტარი რა არასოდეს არ ყოფილა რომ მეო დიეტაზეო შენგან განსხვავებითო ზომიერებაც ვიციო და გადმოდი აბა ჩემ პროფილზეო ნახეო როგორი ლამაზი ვარო და მეტი აღარ წავიკითხე ანუ რაღაცა აი ესეთი კომენტარი იყო რაოდე რა გინდა უნდა მითხრა მშია რა გინდა მითხარი რა გინდა ჩემს ჩამოიჭედე მაისური რა გინდა აბა მითხარი ნუტელა გინდა მამინა პური პურზე დაგისვა ნუტელა
Nutella is yummy. Very yummy. ვიმე შემოგელა მეთქი ეს ეშმაკუნაც რატომ იყურებს ხო? Nutella is good. რატო ფერი პურია? ეს არის რუხი პური. რუხი პური? ფიში გინდა? მიდი ფიში გააკეთე. რუხი პური არაფერი. You like it რუხი პური? ვიმე შემოგელოს დედა. ჩემო სიყვარულო. Oh. არ ვიცი, მაგრამ ეხლა ამომიგდო ინტერნეტში. იმ ქუჩაზე მე მგონი ბავშვები რო ინგლისურზე დადიან. აი აქ ქართველი შვილზე კი მაგის მერე როა. ხო, გვირილა სადაც არის მან დროა. არა. ხო და მოკლედ გადმოდითო ჩემს იმაზეო და ვნახეთ რა რეკლამა გაიკეთა ხო და მე ხა გუშინ 14 საათის წინ დავწერე და მე ხლა ვნახე და გოგოები ისეთი საყვარლები არიან ისე დამიცეს ისე გამithბაგული ისო შენო რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხარო ადამიანობა არიცი რა არის ან სხვა ქალსო мотиваციას თუ არ ძლებ როგორ უნდა მოუკლაო და ანუ ისეთი სწორი კომენტარები იყო და აბა კიდე რამდენი fake account-ი გაქვს იმას დაუწერია რავი ეთყობა ეგო მე მაგ fake account-ები და მე ვწერდი ანუ ეთყობა თვითონ არის ეგეთი მე არც ერთი fake account-ი არ მაქვს არც YouTube-ზე და არც TikTok-ზე ანუ რაც მაქვს არხები ჩემი სახელი მაქვს და სადაც კი ოდესმე დამიწერია ჩემი სახელი ვწერ იმიტომ რომ მე არასოდეს არ დავწერ ისეთ რაღაცას დამალულად რისი თქმაც ღიათ არ შემიძლია და რისი თქმაც ღიათ შემიძლია იმას ყოველთვის ვიტყვი ღიათ ანუ ფეიკის აზრს ვერ ვხედავ თუნდაც თავის თავს რო იქებენ ხოლმე სხვა ადამიანების იმებით ნიკებით და რაღაც ანუ ჩემთვის ეგ ისეთი გულის ამრევია და ისეთი პირდაპირ ცხადად ანუ ცხადად ვხედავ ხოლმე მაგას რა რო ეგ დააკეთებენ ადამიანი და გული მერევა ანუ არასოდეს არ ვაკადრებ ჩემს დიდებულ თავს მაგას რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთო ხო და რამ ხელაზე სიხარულის მომნიჭებელი ანუ მაგ კომენტარმა გული კი არ მათკინა ძალიან დიდი სიხარულის მომანიჭა იმან რომ მაგ კომენტარის ქვეშ გოგოებმა რომელიც იმას მე ვეგონე ისე დამიცვეს ისე სწორად და ისე მართლა რომ ანუ მე ვეგონე იმ ადამიანს ხო და რაღაცნაირად გული გამithბა და ესა ხო შეიძლება მე ზომიერების პრობლემა მქონდა იმიტომ რომ მე ბავშვობიდან ძალიან უზომო ვიცოდი ყველაფერი სიყვარული მეგობრობა, თავგანწირვა, გაგება, ანუ გრძნობების, ანუ ყველაფერი მაქვს უსაზღვრო, კი, ეგრეა და დედა რო დავკარგე მაშინ, აი ეს ძალიან დიდი ტკივილი რო გადამეტანა, ვისწავლე რომ მეჭამა და ცხადია რომ იქ ზომიერება დაიკარგა. მაგრამ იმდენი რამე მასწავლა ცხოვრებამ, ანუ სამი შვილი გავაჩინე, იმდენჯერ ჩავდექი ფორმაში, ეგ სავარაუდოდ ახალგაზრდა ეგ ადამიანი და არ გამოუვლია და არ იცის რაც მე. მაგრამ მე არ გამაბოროტა ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრის არასოდეს არ მივეცი ჩემ თავს იმის საშუალება, რომ სინათლე ჩაეკრო ჩემში ბოროტებას და აი არასოდეს გოგოებთან ეხა მჯობი არ დაილევაო ხო ანა თქვა მე არა ან უარესიც არ დაილევაო ხო შეიძლება ჩათვალო რომ ვიღაცა შენზე უარესია რაღაცით შეიძლება გარეგნობით არ იყოს და რაღაც სხვით იყოს ხო რა მნიშვნელობა აქვს და შეხვიდე და დაუწერო რაღაცა ისეთი სადაც ჩემთან კომენტარებში ხშირად აკეთებდნენ ქალები რომ აი ნახე ამბობდნენ რა კარგი დედა არიან ოღონდ იმ განხრით კი არა რომ უბრალოდ თავის თავზე საუბრობენ არამედ იმ განხრით, რომ სხვა დაამცირონ, ანუ ვისთანაც მოდიან დასაწერად, რომ სხვა დაამცირონ. ზოგი ამცირებს სიღარიბის გამო, ზოგი ამცირებს წონის გამო, ზოგი ამცირებს გარეგნობის გამო, ზოგი განათლების და ასე შემდეგ. ანუ რითიც ადამიანები თვლიან, რომ
მე შეიძლება უკეთესი ვიყო, მიდიან და სხვებს ამცირებენ. მე აი ბავშვობაშიც იციან ეგრა და ბავშვობაშიც კი მიგვირდა ხოლმე ეგ, რომ აი რანაირად შეუძლიათ მეთქი, რომ ეს გააკეთონ თქო რა, აი ყოველთვის მიგვირდა გეფიცებით ყველაფერს და აი ეს ეხა ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი გახარებული ვარ, რომ ანუ მე არასოდეს ეგ ანუ არათუ არ გამიკეთებია ვინმესთან მსგავსი რაღაცა სურვილიც არ მქონია, პირიქით, სურვილი მქონია, რომ შევიდე და ვნახო, რომ ადამიანი ვცდილობს ისეთ რაღაცას შეიძლება, რაშიც მე გამოცდილი ვარ, ანუ მივიდე და მოტივაცია მივცე, უთხრა, რომ შენ გამოგივა ესე, თუ კითხულობს რჩევას, ვუთხრა რჩევა, თუ არ კითხულობს მე რჩევებს ადამიანებს არ ვაცლებ. ხო, იმიტომ რომ ანუ უნდა უნდოდეს ადამიანს, მზად უნდა იყოს, რომ მიიღოს, იმიტომ რომ შენ შეიძლება პირიქით მოტივაცია დაუგდოს, თუნდაც შენი სწორი რჩევით, როცა მას ეს არ უკითხავს, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეებია. ხო და საერთოდ არ მაინტერესებს როგორ გამოიყურება. ეხლა ეგ გოგო როგორ საერთოდ გამოიყურებოდეს, ეგ არის აი სიცარიელე როგორ გამოიყურება, არ მაინტერესებს მეთქი დაუწერე და სიცარიელე კი არ არის ბოროტება, ეგ არის ბოროტება. და ანუ არ მაინტერესებს. მე ვისწავლი ზომიერებას. ვსწავლობ. მაგრამ ეგ ადამიანებას ვერ ისწავლის. იმიტომ რომ არც უნდა. მაგრამ ანუ ვფიქრობდი რომ არაფერი არ მიპასუხა, იმიტომ რომ არ ღირს მეთქი, მაგრამ იმიტომ უპასუხე, რომ იქნებ დაფიქრდეს მეთქი, მაგრამ ზუსტად ვიცი კი არ დაფიქრდება, კი უფრო უარეს კომენტარს დაწერს იქ. იმიტომ რომ უბრალოდ არ უნდა, არც სწავლა, არც შეცვლა და არც არაფერი. თინათი, ნინი მიყვარხარ? უძვირფასესი ხარ საყვარელო შენს ოჯახთან ერთად მადლობა საყვარელო ინგა მარილიან ჩხირები და ჩემი დედიკოს გაკეთებული მაყულის მურაბა ჩემი ტკბილი ბავშვობა უმეც როგორ მიყო მაყულის მურაბა და კიდე ბიბია ჩემი აკეთებდა იმას ლეღვის ჯემს მურაბა არა ჯემი ვაიმე რა არის გოგოებო ვაიმე რა არის თეა ჩამწლობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ნინი ტკბილო ნინი მომენატრე ძალიან თეა ჩემოსაყვარელო როგორ ახარ ჩემოსაყვარელი ნინი გამიფრშა ტელეფონი 10 დღე არ მიყურებია შენს ვიდეოებზე ყველა ვიდეო ვნახე რაც არ მქონდა ნანახი ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ სხვანაირად არ შეიძლება ღმერთმა დაგლოცოს შენ ისეთი ადამიანი ხარ კარგი მეჩვავამატე სხვანაირად არ შეიძლება ღმერთმა დაგლოცოს გაგაძლიეროს მიყვარხარ დიდი მადლობა ჩემოსაყვარელო დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ასეთი დიდი სიყვარულისთვის მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება ანუ რომ ნახე ადამიანი რომელიც სხვაგან ჩემზე ჭორაობდა და ეხა მოვიდა და ჩემთან აკომენტარებს ვითომ არაფერიო ანუ არ მაქვს სურვილი რომ მაგ ადამიანს უპასუხო ან თუნდაც მაგის კომენტარი წავიკითხო მგონი ეს ნორმალურია ეგ ანინი რო გისმენ ჩემი თამიგონია მე ამან გამოძლიერა და ასე მგონია შენი თავის იმედი რო გაქვს და იცი რომ ეს შენ მარტო უნდა გადაიტანო უფრო ძლიერდები და ბევრი რომ წიწუწუნო ვერავინ გაგიგებს მეც მკერდის ოპერაცია რო გავიკეთე არც გაუცილები ვარ მარტო დავდიოდი ციტოლოგიაზე ბიოფსიაზე და ოპერაციაზეც მაგრამ სხვის თვალში უწესრიეს და უპატიოსნისია ჩემი მეუღლე უბრალოდ ისეთია და მეც ამას მივეჩვია იქაც ესეთია და ვერ ასწავლი ამას ნინი მაგრამ ამან მე გამოძლიერა ჯანმრთელობა ნინი იცი რა არის მაშინ რაც მინდა ადამიანი, ანუ სწავლება რა თუ უნდა, ანუ ნახე მე თუ ცუდად ვარ და შენ თუ მე არ მინდა რომ მე არა ვარ ისეთი ტიპი რომ ეხა აქ წუწუნი დავიწყო ყოველდღე ვიწუწუნო ვიტირო და აი აქ დავისვა და აი ჩემი ასე ვთქვათ ცრემლი მომწმენდი იყოს, მაგას მე არ მოვითხოვ. რომც მოვითხოვ, მე კი არა საერთოდ ნებისმიერმა ქალმა რომც მოითხოვოთ, ანუ ქმარი აბა ისთვის არის. ზუსტად ცრემლი უნდა მოგწმენდოს ჩვენ იქ რო არის ჭირსა და ლხინში ხო? ანუ რატო არა? მაგრამ მე არა ვარ ეგეთი ტიპი. ხო, და ხა ის რომ აინტერესებდეს, ის რომ რავი, რატო უნდა ვიაროთ მარტო? რატო უნდა ვიაროთ მარტო? რატო უნდა გამოგვყდეთ? ანუ თუ გვყავს ანუ ნახე, თუ მე ვიცი რომ არ მყავს და მარტო ვარ, ოკეი, მე ვივლი მარტო და არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი დარწმუნა აღმოჩნდა ის, რომ მე მყავს ადამიანი და თან თითქოს არ მყავს მე ადამიანი, მაშინ როცა მყავს. ხო და მე არ მინდა მაშინ, ანუ მე არც ის მინდა რომ ეგ ვასწავლო, რატომ უნდა ვასწავლო მე რომ ჩემზე იზრუნოს. არა, უბრალოდ всё, მორჩეთ ურთიერთობას და მორჩა, ანუ მე არ მინდა ეგრე.
რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი. ესე იგი ჩემი სიცოცხლე არ გაღებ. ჩემი სიცოცხლე თუ არ გაღებს, აი რა გაღებ? რისთვის ვარ მაშინ ერთად, აი რა გვაკავშირებს, რა არის მაშინ საერთო? რა? ანუ არ ვარ ძვირფასი, ხო? მაშინ მასე ადამიანი ნებისმიერთან იქნება. ქონდა ამაზე დიდი საუბარი ჩვენ. ციცი, მშვენიერი ხარ, ამ მშვენებს სამზარეულოს მიყვარხარ ჩამთელი და ბედნიერი იყავი ყოველთვის დაგვატკბე შენი ყურებით. მადლობა ჩემო საყვარელო. როზეტა, როცა ჩამოვალ საქართველოში აუცილებლად გაგიცნობ. ჩემო საყვარელო. სად ხარ? გავიცნოთ. ციცი, ჩემი ჭკვიანი მოხერხებული ნინი რა კარგად გამოიყურება საკვები მადის აღწერად ვიტამინებით ახსავსე გემრიელად მიირსით ჩემო ლამაზო მადლობა ძვირფასო ნატო ბედნიერი დღეჯამრთელობაც გისურვებს სიყვარულის გოგო შენ უნდა იბრძყინო ციდან 3 მეტრზე მადლობა ჩემო საყვარელო თამარ 6-ის მერე საერთოდ არაფერს მივირთმევ შაქარი არაცომეული და თეთრი პური ამოღებული მაქვს ნუ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩემი წონა 62 წლის ვარ. წონა რამდენია ძვირფასო? წონა არ წერია. აუდამცხა. ხო, ის კარი არ აღია და იმიტომ. ხათუნალია სულ ალაგებს და ფუსფუსებსო. ლელა მეც ნაყინს ხაჭოსი იოგურტი მირჩევნია. ცივი ბევრად თან სასარგებლოც არის. მარიამ ნინი ლამაზო ბედნიერი დღე ლელო ბედნიერი დღე ინგა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ყველაფერი საუკეთესო ჩემო კარგო გოგო ჩემო ირმა ეს ინგა კაცო ჩემო ინგა ქვემოთ ირმა წავიკითხე და ამერია ირმას და ყოველ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება მადლობა ძვირფასო დიდი მადლობა აი ყველა კომენტარიც წავიკითხეთ დილის ლოგიც გადავიღეთ მიყვარხართ ძლიერ ყველი არ მაქვს სახლში ფრესკოში არის აქციაში სულგუნი 16 ლარად და იქ უნდა წავიდე და ვიყირო შებოლილი სულგუნი მე რომ მიყვარს მე მგონი ძალიან კაი ფასია ჯაბა ვნახოთ ფრესკა აი ოღონდ ეხლა არ დამასწროთ ყველგან ყიდვა მივალ ერთი დამიტოვეთ მიყვარს ძალიან ხო იცით შებოლის სულგუნზე ვგიჟდები გაკოცეთ კარგი დღე ყველას ძვირფასებო დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი დამიტოვეთ კომენტარი და დონაციისთვის დავტოვებ პირად ნომერს აღწერაში და გამიხარდება თითოეული ლარი და თითოეული თეთრი ვისაც რისი სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ რომ რაც შეიძლება მალე გავიკეთო გენეტიკური ტესტი ორი მაინც იმიტომ რომ 5000-ზე არ ვსაუბრობ 4000-ით გასაკეთებელი მაგრამ ორი არის ყველაზე აგრესიული და ცუდის რომელიც 40 წლამდე ემართება და ჯერ მაგას გავიკეთებ ხო და ყველას მადლობა ვინც ჩამირიცხეთ